მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. Სულ რამდენიმე წუთი მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო და მინდა გითხრათ ერთი რამ. რომ ალბათ მოგეხსენებათ, რომ დღეს კიდე გამეორებით შევიდა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი, ჩვენს მიერ დაწერილი საჩივარი, რითაც ვითხოვთ თამარ ბაჩალიშვილის საქმის გამოძიების განახლებას. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებია, რომელიც ავალდებულებს გამოძიებას, რომ ეს საქმე მიიყვანოს ბოლომდე. ამას მე რატომ უსვავ ხაზს, რომ დღეს იყო ქალბატონი თეონა მებრძანებული გენერალურ პროკურატურაში შევიდა ჩვენს მიერ შექმნილი საჩივარი. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს და მათ შორის შუმკტარ დედებს ქალბატონ ეკას გიორგი ავალიანის დედას და ბევრი ადამიანს, ვინც დღეს ქალბატონ თეონას გვერდით დაუდგა და არიან იქითკენ ორიენტირებული, რომ ეს საქმე იქნეს გამოძიებული. ამაზე მე რატომ ვლაპარაკობ? მე მინდა რომ ყველა მიცოდეს თუ რასთან გვექნება საქმე და რა საშიშროება და რა საფრთხე არსებობს. მოგეხსენებათ, მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ადვოკატთა კორპუსი, ადვოკატთა ინსტიტუტი, რომელიც არ იმართება ხელისუფლების მიერ. არის გარკვეული 20-30% ადვოკატების, ეხლა შეიძლება ბევრს ეწყინოს, რომლებიც ემორჩილებიან მხოლოდ კანონს, მხოლოდ უზენაესობას და მხოლოდ თავიანთ პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას, ესე რომ ვთქვათ. და შესაბამისად, არაერთხელ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ინსტიტუტი ჩამოშლილიყო და მარტივი სამართალი ყოფილიყო, რაშიც ყოველთვის ხელი შეშლა იყო ჩვენი მხრიდან. ამას მე რატომ უსვავ ხაზს? მოგეხსენება თამარ ბაჩალიშვილის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა, რამდენჯერმე აღიძრა საქმე. ერთი იყო, როდესაც ფურცვაინძე იყო შემოგზავნილი და მისი მტკიცებულებების წარმოწარდგენაზე მე უნდათ რომ შაში ყოფილიყავი და ბრალი წაეყენებინათ, მაგრამ ვერ მოხდა და თვითონ ის დააკავეს. მერე იყო, როდესაც ამ საქმის უშუალო გამომძიებელმა გამოვიდა და ყველაფერი დარღვევებზე ილაპარაკა, რაც გამოძიებისასაც მიმდინარეობდა. შესაბამისად ეს გამოძიებელიც დააკავეს, მერე გამოუშვეს და ეს კაცი წავიდა ემიგრაციაში. ხოლო რაც შემეხება მე, იმ პერიოდში მიმდინარეობდა, რომ როგორღაც ჩემი პასუხისგებლობა დამდგარიყო და გამოთეშა ჩამოშორებოდი ამ საქმეს, მაგრამ არანაირად არ მომხდარა ესა, მაგრამ ნახეს ახალი ფორმა და ეს ფორმაა, როდესაც ერთ-ერთი კლიენტი, რომელთანაც 2023 წლამდე მქონდა ურთიერთობა, მე გარკვეული საქმე, რომელსაც ვთვლი რომ მე გავაკეთე და უბრალოდ მე დრო გვანახებდა, მიუხედავად ამისა, უცებ 2026 წლის 5 მაისს საჩივრით მიმართა ეთიკის კომისიას. შესაბამისად, ეთიკის კომისიის წევრებმა მარინე ცუცქირიძე, ეკატერინე მაჭარაშვილმა და ირაკლი ბურდულმა მიიღო რეაქცია, განახორციელა რეაგირება და დაიწყეს წარმოება. ეს წარმოება ნიშნავს იმას, რომ ყველაზე დიდი საიშროება, რაც შეიძლება ეთიკის კომისიამ გააკეთოს, ეს იქნება ჩემი საადვოკატო უფლებამოსილების შეზღუდვა ან შეჩერება. რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არის სამხელისუფლების სურვილი, რომ მე ამ საქმეს ჩამოშორდე. მე ამით ახლა მინდა ერთი რამ ვთქვა, მე ახლა ბრალს არავის დავდებ, მაგრამ ესე რომ მიიღებ დაჩქარებული წესი და განახორციელებ, მე პირდაპირ გეტყვით რა, ჩემ კეთილდღეობაზე და ჩემ კეთილსინდისიერებაზე უბრალოდ პროფესიონალიზმზე და ასე შემდეგ ცოტა სიფრთხილეთი უნდა მიუდგე და ესე არ უნდა მოინდომო, რომ ყველაფერი საშენოდ დაანახო, არა. ამას მე ესე არ დავტოვებ, მე მინდა მიმართო თავმჯდომარეს ბატონ ირაკლის, რომ მე აუცილებლად ამ საქმის განხილვას შეუძლია ერთადერთი შედეგი მიიღოს, რომ შეჩერება განახორციელოთ ჩემი საადვოკატო საქმიანობის და ამ საქმეს ჩამომაშორდე, იმიტომ რომ სხვანაირი ფორმებით ვერ მოახერხა გამოძიებამ და ხელისუფლებამ მე ამ საქმეს ჩამოშორდე. რის საშუალებას უბრალოდ მე პირადად არ მოგცემთ, იმიტომ რომ მარტო სამი და რამდენიმე ადამიანის განსახილველი არ არის ჩემი კეთილსინდისიერება. აბსოლუტურად მე თვითონ მენტორი ვარ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის მიმართ გამიკეთებია მე სტაჟირება და ძალიან ბევრი რაღაცა შეისწავლეს. მე ყველას მოვიწვევ, სულ ყველას და საჯაროდ მოვახდენ ერთი მოსმენას. უმადური ადამიანები, რა
სიბილწესა და სიბინძურესაც წერენ ჩემზე და ამაზე როგორი რეაგირება აქვს ადვოკატ ასოციაციის გარკვეულ წერებს. ნუ მესმის ახლა მარინა ცუცქიძის და ამ ადამიანების იყო შემთხვევა, როდესაც იყო შესაძლებლობა ეს ყველაფერი სათავისოდ გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ სისხლისამართლის საქმეებთან ცოტა სხვა მიდგომა იყო და აქედან გამომდინარე მე ვამბობ რა, ხელი შეშლას მე არ დავუშვებ არანაირად. მე მიყვები ამ პროცესს, მე წავდგები ყველას წინაშე, მაგრამ ყველა პასუხისმგებელი იქნება იმ ბინძურესი, რაც თქვათ ჩემს წინააღმდეგ განახორციელდეს. აქედან გამომდინარე მე კიდე ერთხელ განმეორდები და ვიტყვი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თამარ ბაჩელიშვილის საქმე გამოძიებული იყოს. მე ძალიან დიდ მადლობას ვუყვი კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, ვინც ქალბატონ თეონას, ბატონ ჯუბეს გვერდით დაუდგა და გავაფრთხილებ სულ ყველას. კორექტული ვიქნები, ახლა დავიწყებ სხვანაირი სიტყვებით და იმებით საუბარს, იმათ ყველას თავისას ვეტყვი როგორ მოექცევა, მაგრამ როგორც ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს ფაქტზე და ამ ფაქტის აღძვრა დაიწყო ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელიც პირდაპირ წევრი არის მაგ კლანის და გარკვეული მოთხოვნებიც იყო, რომ ესე განხორციელებულიყო. ფაქტზე აღძრეს საქმე, მაგრამ ეხლა ჯერჯერობით ჩემამდე ვერ მოვიდნენ, ყველაფერი იყოს გამოძიებული. მე დავწერე ადვოკატ ასოციაციაში წერილი, რომ კორპუსიდან ჩაერთოს ერთი ადვოკატი და ერთი ბოლომდე მიყვეს, გამოიძიოს ერთი მე რაში მდებენ ბრალს და რაში ფაქტს რაში უნდათ წარმოაჩინო და აქედან გამომდინარე ეს საქმე წავა ბოლომდე. ისე რომ მე ამას უსვავ ხაზს, რომ რაცა უნდა მოინდომო მე ჩემ რჩევას მიცემ ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, არ გააკეთონ ესეთი რაღაცა, რომ ეს საშუალება არ მომცენ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, მაინც მივიყვან და გადაყოლის გადავაყოლებ კიდე ამ საქმეს რა. მე მინდოდა ეს მეთქვა, მე ვიწყებ ამ ბრძოლას დაწყებული მაქვს და არ ამას გაჩერებული და ზუსტად მაშინ განახორციელდეს, როდესაც კი გაიგეს, რომ მე ისევ ამ საქმეში ვარ, მიუხედავად ემიგრაციაში ვარ, მაინც ვანხორციელებ ძალიან თავი გამოიჩინეს ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლება და კიდე ერთხელ ვიმეორებ. არის გარკვეული პროცენტი ადვოკატების, რომელსაც ვერ მართავს ხელისუფლება, სათავისოდ როგორც უნდა ვერ გამოიყენებენ და ამ ჯგუფის განადგურების მცდელობა იქნება და დაიწყებენ ჩემი და მე ყველაზე ესე გავრცელდება და ერთადერთი რაც დაგვჭა, ეს არის ერთად ყოფნა და დანარჩენს უკვე დროება გვანახებს ყველაფერს. ბუმერანგები არ დაიტრიალოთ ყველაფერი უკან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, დროებით და დრო გვანახებს. მე მზათა ვარ მასმედიას თუ ეხება სურვილი, ძალიან ბევრ საკითხებზეც კიდე ვისაუბრო და მივცე საზოგადოებას სრული ინფორმაცია. დიდი მადლობა.